არც ერთ სფეროში, როდესაც მიდის რაღაცა თემის განხილვა, კომპეტენტური ხალხი არ არის ჩართული და კომპეტენტური ორგანიზაციები. აი ნარკოპოლიტიკა და რეფორმა იმიტომ ვახსენე, რომ მაშინაც, როცა დაიწყო ლაპარაკი ამაზე, რომ უნდა შევიტანოთ ძირეული ცვლილებები, იქაც არც ერთი პროფესიონალი არ იყო ჩართული ამ რეფორმის შემუშავებაში. არც განათლების რეფორმის ეგრეთ წოდებული ბატონი კობახიძე გვიხსნიდა, რომ თურმე აქ უნდა მოვიყვანოთ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა, უზარმაზარი კამპანია გააჩაღეს, შემდეგ ის გააკეთეს, რომ უკვე პარლამენტის დერეფნებში პირდაპირ ღია ტელევიზიების თანდასწრებით მარიხუანას ეწეოდა ხალხი და დღეს რა გვაქვს? ნახოთ, რას ლაპარაკობენ ჩვენი ნარკოლოგები, ფსიქიატრები. უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა შეძენილი შიზოფრენიითაა დაავადებული. ეს შეძენილი შიზოფრენია გამოწვეული არის სინთეტიკური ნარკოტიკით, რომელსაც ისინი იღებენ. საავადმყოფოებში არ არის ადგილი დერეფნებში წვევს ხალხი და არ იცის თანამედროვე მედიცინამ როგორ გაუმკლავდეს ამას. კიდევ ამბობ, 10,000-ობით ადამიანი შეძენილი შიზოფრენიით დაავადდა აი ამ სინთეტიკური ახალგაზრდობა, ჩვენი ახალგაზრდობა, მომავალი თაობა დაავადდა შეძენილი შიზოფრენია, ეს დიაგნოზია, არ იციან როგორ უმკურნალონ, ჩვენ დავკარგეთ 10,000-ობით ადამიანი, აი მხოლოდ აი ამ კამპანიის გამო და ეხლა ვითომ ვამკაცრებთ რაღაცას, თან ვითომ ებრძვიან ნარკომანიას და თან ნარკოტიკი ყველგან იყიდება. ეს არის ჩვენი ეროვნული გენოფონდის გენოციდი. და დამნაშავე ვინ არის ამაში? ისევ ქართული ოცნება პასუხს რატო არ აგებს ამაზე? აი ამაზე რატო არ აგებს პასუხს? მე მახსოვს 2017 წელს, როდესაც აი დაიწყეს ამ კანაფის სამედიცინო მოხმარების კუთხით გამოყენებაზე ლაპარაკი, მაშინ ქართული ოცნების დეპუტატები სიამაყით ინტერვიუებში აცხადებდნენ, რომ მე გასინჯული მაქვს, ეს სახიფათო არ არის, ეს კარგია, თავს იწონებდნენ ამით. აი ეხლა უპასუხონ იმ 10,000 დაავადებული შობლებს, რომლებსაც ეს შიზოფრენია შეძენილი უკვე დაემართათ და არ ვიცით როგორ უმკურნალოთ. აი მათ შობლებს უთხრან ეხლა ეს. არაფერი არ არის გათვალისწინებული პრევენციისთვის, როგორ შეჩერდეს ეს მოხმარება, არაფერი აბსოლუტურად არ არიან პროფესიონალები ჩართული ამაში, იმიტომ რომ ახალი ტიპის მკურნალობაა საჭირო. უნდა იყოს ახალი სპეციალობა ფსიქიატრ-ნარკოლოგების, აი კომბინირებული, იმის ნაცვლად, რომ აი ამ კადრების გამოზრდაზე ვიყოთ ორიენტირებული. ამ მოხმარების მასშტაბების შემცირებაზე, ბაზრის გაკონტროლებაზე, სრულიად საპირისპირო რამეს ვხედავთ.